ეხა გავჭედე უკვე. არ დაითავიდა. კვირას რა ორი კვირა? არ მინდა ეს ორი კვირა. ისეთ მანე. გაითავიდა. ანაირად გადავაბი ახლა. დაასვაბობდი კიდე. გამარჯობა, მე ვარ თეკო შენკენი. ახლა 2026 წელია და უკვე შეგიძლიათ ყოველ კვირა დღეს ჩვენს ახალ ვიდეოებს დაელოდოთ. დღეს შემოგთავაზებთ, როგორ გავაკეთოთ მაკიაჟი ხუთი დაიზე, ანუ დახურულ ფუთუთოზე და ეკუნას, რადგან ასეთი თვალი აქვს, შემოგთავაზეთ აი ასეთი ბორდოსფერი ლამაზი მაკიაჟი. თქვენ კი არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. როგორც ყოველთვის, მაკიაჟამდე აუცილებლად უნდა დავატენიანოთ კანი და მოვამზადოთ სახე მაკიაჟისთვის. ამისათვის გავუწმინდოთ ეკუნას სახე. ეკუნას აქვს კომბინირებული კანი. ამიტომ დღეს შესაბამისად მოვამზადებთ და მგრძნობიარეთ, ხო ეკუნა, იმიტომ რომ როგორც იხელს კიდევ ეგრევე წითლდება. გავუწმინდეთ. ტუჩზე გამოვიყენებ ფორმულაზის ტუჩის ბალს. ეს სხვადასხვა ძალიან კარგი ბალმი აღმოჩნდა, ზეთოვანია, ჩამოვიდა იფსის ბოქსში. ძალიან მომეწონა. გუნა გადაიყვანეთ ამაზე. შრაც გამოვიყენებ Bid Skin, ასე ქვია, Pore Zero. ესეც ჩამოვიდა იფსიდან და დავტესტე უკვე საკუთარ თავზე და სარგოსტი სუბუქი კარგი შრატია. და კარგად მუშაობს, რაც მთავარია მაკიაჟთან, გადავინაწილებ ხელზე და ჩერს მოიხედებუნა აი ასეთ მოძრაობით. დავუდგებთ. ძალიან დატენიანება, ისედაც არ უნდა ეკუნას კაც დატენიანებულია საკმარისად, ამიტომ სუბუქი შრატიც ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება. შემდეგი ეტაპი არის თვალის კრემი. ეს არის დოქტორი ჯართის ბარიერის დამატენიანებელი თვალის კრემი, ასე ქვია. გადმოვიღე უკვე ხელზე. და ხელიდან აი ესე უძრავ ფუთუთოზე. დავჭერ წარბის ქვეშ. დამატენიანებელს გამოვიყენებ OSEA's Atmosphere Protector Cream, ასე ქვია და ეს არის Clean Beauty, ანუ სუფთა პროდუქტი არის, სუფთა არანაირ დანამატს არ შეიცავს ეს ბრენდი. ამასაც გადმოვიტან ხელზე. და ხელიდან უკვე დავამასაჟებ პანზე. ძალიან სასემონო ტექსტურა აქვს ამ კრემს. და ძალიან მალე იწოვება კანში და მაკიაჟთანაც ძალიან კარგად მუშაობს. ეხლა იგივე კრემს გადმოვიტან ხელზე, ცოტა მეტი რაოდენობით და დავამუშავებ დეკოლტეს.
თხმშალი იქნებოდა და კოლტაშ, რაცაც გამოვიყენებდი. ტონალურად გამოვიყენებ ატლიკტას აი ამ ტონალურს. ფერი არის Fair 2, Fair 2 და ასე გამოიყურება. თავისი დასაფიქსირებელი პუდრიც აქვს. ფონდს გამოვიყენებ Hourglass-ის ტონალურის ფონდს. დავიწყოთ. თარწმით მოძრაობით. ბევრი მეკითხება ამ ფუნჯზე და კარგი ფუნჯია ნამდვილად. უბრალოდ ტონალურის ფუნჯები სხვა შეგიძლიათ გქონდეთ 2000 ლარი რო არ გადაიხადოთ ერთ ფუნჯში. კარგი ფუნჯია, მაგრამ ისეთი არა რომ თქვა სამის გარეშე ვერ გაძლოს ვიზაჟისტი. ასე რომ ესე გადავანაწილოთ. ჩამოვიდეთ ყელზეც. ყურის უკანაც, იმიტომ ჩანს ხოლმე მერე ფოტოებში და ვიდეოში. რაც ფუნჯი შერჩება, იმითი ჩამოვდივარ ყელზე. რომ ბევრი პროდუქტი არ დავყავდო. სხვადასხვა ეს ტონალური კონკრეტული არ იჯდება ლამაზად მშრალ კანზე. და აი მაგათაც ეკუნას კანზე ლამაზად დაჭდა. ეხლა იმიტომ რომ კომბინირებული, კარგად დატენიანებული კანი აქვს. სხვა შემთხვევაში დიდად არ გიჭდება ავტომატურად. კანის შერჩევა ჭირდება მოკლედ. ზოგადად ყველა პროდუქციას ჭირდება შეჩვევა, დატესტვა და ცოდნა, სანამ გამოვიყენებთ უცხო ადამიანზე. რომ სიურპრიზები არ უნდა მივხვდეთ ხოლმე, როდის რომელი ტონალური გამოვიყენოთ უკანსპოს. ცოტა სრიალებს ეს ტონალური, ოღონდ მხოლოდ დღეს არა, ზოგადად ასე შვება. რამდენჯერაც დავტესტე, ამიტომ ჭირდება შესაბამისი ეს დადგენითი ტექნიკა, რომ არ გასრიალო. კონტურინგისთვის გამოვიყენებ Makeup by Mario's Contour Sticks და ფერი არის Light Medium. გადმოვიტან ხელზე. და იგივე ფუნჯით, რითიც გავაკეთე ტონალური. დავიწყებ კონტურინგის გაკეთებას. თარწმით მოძრაობით. პრიმალის ძვალი გამოვკვეთოთ. ცოტა ახლოს წამოვალ ეკოს შემთხვევაში, რომ ჭტილი უფრო მეტად წინ წამოვიყვანო, უფრო მოხდება მისი სახის ფორმას. აი ასე. ავიტანოთ შუბლზე. მეც აღარ გადავალ შუბლზე. Visualza. Zavitano. Qurtan. Sen kayxana.
ცხვირზეც იგივე ფუნჯით. ბლაშს გამოვიყენებ Pixis, აი ამ ბლაშს, რომელსაც ქვია Ruby. გადმოვიტან ხელზე. ესეთ ფერია. და დავიწყოთ. დავიწყოთ პრიმალის ყველაზე ზედა ნაწილიდან და წავიდეთ ცხვირის მხარეს. ძალიან ლამაზი ფერია და ეს ფერი ეკუნას თვალებს კიდევ უფრო მწვანეს გახდის. კორექტორად გამოვიყენებ შარლოტას, აი ამ კრემოვან კორექტორს, ფერი არის Fair 1 ნომერი. კონსილერის ბრტყელი ფუნჯით. თვალის დასაწყისში. სადაც შეიძლება კონდეს თვალის ვენა, სისხლძარღვე, სიმუქე. ესეთი ხელი დაფარვოთ საკმარისია ხა მეორე. დამატებად. კონსილერად გამოვიყენებ ნატაშა დენონას, აი ამ კონსილერს. ფერი არის 1RN. ფონჯი შევცვალე, ამაზე რეფერის ფონჯი 01 ნომერი კონსილერის ეს LG ასე ქვია ფონჯს LG 01. გადმოვიტან ხელზე და დავიწყოთ დარტყმის მოძრაობით. ცხვირის გარშემო და ტუჩის გარშემო. ისეთი ფერია ეს კონსილერი, რომ შემიძლია ამოსანათებადაც გამოვიყენო და კონსილერადაც ასე ვთქვათ, ამიტომ ეს ზონას ოდნავ ამათი კიდევ ერთხელ ვანათებ, ზემოთ იყურებინა. თვალის ქვეშ კარგად დავაფიქსიროთ და წარბის ქვეშ. მთელ თვალზე შეგვიძლია გადავიდეთ. პატაჩებსკენ მოიხედა ნიკაპსა. ცხვირსა. მეორე მხარეს. შემდეგ ეტაპი არის დაფიქსირება და ეს არის შარლოტას ფიქსატორი. შეგონა. შემდეგ ეტაპი არის უკვე პუდრი. პუდრს გამოვიყენებ დასაფიქსირებას ხუდას, აი ამ ვარდისფერ პუდრს. კიდევ უფრო რომ ლამაზად ამონათდეს ეკუნას წესონა, გადმოვიტან ხელზე და დავიწყოთ. ფუნჯი არის ჟასმინის დეტალების ფუნჯი ასე ვთქვათ. ესეთი თარგმნით მოძრაობით. წესონა. ფორმალის ქვეშ შუბლი ცხვირის ზედა ნაწილიც
ახლა ფუნჯი დავიკლავ თვალის ჯეგნ გავასწავლოთ და თვალის ზევითაც შეგვიძლია გადავაფაროთ. გაფსეს და წყვილის გარშემო. ახლა მეორე მხარეს სახის პუდრად გამოვიყენე მაუარ-კლასის აი ამ პუდრს და ფერი არის translucent medium, ასე ქვია. ფუნჯი არის beautiful realist პუდრის ფუნჯი და აი ესეთი დარტყმით მოძრაობით გადავატარებ ლოყაზე კრემოვანსაც. Bronzer-ად გამოვიყენებ Marios აი ამ bronzer-ს, რომელიც არის light medium-ი. და გამოვიყენებ აი ამ ფუნჯს, ეს არის Morphe-ის ფუნჯი, ოღონდ არაწერია არაფერი. აი ასეთი ფუნჯია, დიდი fan brush-ს გავს. დასტავაწყობ. ხელზე დავიტან და blush გამოვიყენებ Givenchy-ის აი ამ ხვიერ blush-ს და ფერი არის Affetas Rose ქვია, 2 ნომერია. გადმოვიტან ხელზე. ესე. და აი ამ ფერს გამოვიყენებ, რომელიც გამოვიყენებ blush-ისთვის. კარგად დავამუშავებ. და Hannes. რომელიც ამ მხრიდან ცხვირის მიმართულებით. აი ეს. Highlighter-ად გამოვიყენებ Marios highlighters, ფერს ქვია Pearl. პატარა blending brush-ით. სადაც გვინდა რომ გქონდეს სიმსინვარე, ამ შემთხვევაში პრიმალის ზედა ნაწილზე. ცოტა წართან, ცოტა ცხვირის შუა ნაწილში. Makeup-ს. ახლა მეორე მხარეს. თვალზე გამოვიყენებ Natasha Denona-ს retro palette ქვია, აი ამ პალეტს. ძალიან ლამაზი პალიტრა არის. ესეთი ბორდოს ფერები და მგონია რომ ეკუნას მწვანე თვალებს კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს მსგავსი ფერები. ავიღებ აი ამ მოთეთრო ფერს. Mod ქვია აი ამ ფერს. ფუნჯი არის რეფერის 15 ნომერი. და მთლიანად თლიან თვალზე გავიმზადებ როგორც ბაზას. ახლა მეორე თვალზე ეკუნას აქვს ხუდი და ის ხუთი თუ აქვს ესე ვთქვათ გადმოწეული და არ უჩანს კუთხის ფორმა, ამიტომ ეხლა ვნახავთ როგორ გავაკეთოთ ჭრილი ხუდი ტანზე.
ეხლა ავიღებ აი ამ ფერს და ამ ფერს ქვია Go Go. იგივე ფუნჯით დავიწყოთ თვალის ჩრდილის გამოკვეთა მთლიან თვალზე. ეს არის ბუნებრივი ფერის ჩრდილი, რომელსაც გარდამავალ ფრად ვიყენებ ამ შემთხვევაში. ასეც დავაშენებ ჩრდილებს ან გამოვიყენებ თვალის ფორმის გამოსაკვეთად უბრალოდ. ეს არის აუცილებელი, რაც უნდა გავაკეთოთ ოდი დაიზის დროს. ეხლა მეორე. მოფიქრებული არ მაქვს წინასწარ, რეგულარულად რა უნდა გავუკეთო, ამიტომ ეს მივყვები პროცესს და ვნახოთ რა გამოვა. ოდნავ გავუკეთოთ. ეხლა ეხლა ვიღებ უკვე ფანქარს და ეს არის ესეთი Maybelline-ის ბორდოსფერი ფანქარი, რომელიც არის ოდნავ რბილი და შესაძლებელია მისი როგორც ტექნიკაში გამოყენება. ფერს ვეძებ, მაგრამ ვერ ხედავ. ბორდოსფერი ფანქარია. უჭერკუნა ფანქარი უკვე გათლილი, ამიტომ პირდაპირ შემიძლია დავიწყო. ესე. კუთხის ნახევარზე დავატანთ. დავიღოთ ახლა პატარა დეტალის ფუნჯი. ავიღებ რეფერის ჩრდილის ფუნჯს, 02 ნომერია. და ფანქარს ჩავშლით. დაგვაკეთდა პროდუქცია დავამატებთ. არც ძალიან ცოტა უნდა იყოს და არც ძალიან ბევრი, რომ მე სტრუქტურა არ შეუცვალოს ჩრდილს, რომელსაც დავადებთ ცევიდან და არც შუაში არ უნდა წავიდეთ. ეხლა იგივე ფანქარი დასაწყისში. Hello Eyes ქვია ამ ტექნიკას, რასაც ახლა ვაკეთებ. მე ძალიან მიყვარს. და მგონია, რომ ეკონასაც სამოვა. აი ასე. შეიძლება გონატოთ სპინება. ეხლა სამთეხეთებო. ოდნავ გადავასწორებ თითქოს ჩანჩდა თვალის თხიდან წამწამის ქვეშ აკაც იგივე ფუნჯით და დასაწყისშიც სამთეხედან ისე ეს იგივე ფანქარს წავუსვავ საცრემლე ხაზში, შემოთიღურებნა. თლიან ხაზზე რა თქმა უნდა. აი ასე, დაისვენო. ახლა ქვევით იღურებ პირდაპირ.
წამწამის ზედასაც ხანში წამწამის ძირებს გავამუქებ. ავიღებ აი ამ მუქ ბორდოს ფერს, ეს არის Ribellon, ასე ქვია ფერს, იგივე ფუნჯით ავიღებ და სადაც დავადეთ დახუჭებუნა ფანქარი იმ ადგილას დავიწყებ ჩრდილით დამუშავებას და თან თვალის ფორმის მიცემას. ძალიან მარტივი და ძალიან ლამაზი ტექნიკა. მარტივად შეგიძლიათ განსხვავებული და ლამაზი მაკიაჟი აკეთოთ. ძალიან გამიხარდება თუ ვინმე მას გაიმეორებს და დამთაგავთ ან დამანახებთ. ძალიან კარგი იქნება. აი ესე. იგივე წინა მხარეს არ დაგავიწყდეთ ჩემი ახლის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ ასეთი საინტერესო ვიდეოები. წინ ძალიან ბევრი სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ, ასე რომ გამოიწერეთ ჩემი არხი და ზარის ღილაკი, რომელიც გამცნობთ, როცა დაიდება ვიდეო. ხა მეორე მხარეს ჯერ არ ვამუშავებ, უბრალოდ ვადებ ფერს. ეხლა ავიღოთ blending brush-ი, რაიმე პატარა ზომის. ჩავყოთ აი ამ ფერში, რომელსაც ქვია ამარა. ეს არის რეფერის 01 ნომერი კლასიკური blending brush-ი და დავამუშავოთ კიდეები. ძალიან არ ვაერთებ აქ. ძალიან არ ავხსენებთ. ახლა მეუბნეთ შეიძლება მიაძლიეროთ. იგივე მუქი ბორდოს ფერით, ეხლა ქვევით გავაკეთოთ, იგივე რაც გავაკეთეთ ზემოთ, ეს არის pencil brush-ი, რეფერის 23 ნომერი, წერით ჯერ წამწამის ქვეშ, რეასა, დასაწყისში, ოდნავ ჩას გამოვხდი, მოდაი. გამოვარ მხარეს. ეხლა ავიღოთ უფრო დიდი დეტალის ფუნჯი, ეს არის ჩემი ფუნჯი. ჩავყოთ აი ამ გადამყოლ ფერში, ოდნავ შეურევ ღიას და ქვედა მხარე ოდნავ დავამუშავოთ. ეხლა ავიღოთ
დილის ფუნჯი. ესეც ჩემი ფუნჯია. ავიღოთ აი ეს ღია ფერი, რაც თავიდან გამოვიყენე. რომელსაც ქვია mod. შუაში ღია ადგილას დავადოთ ჯერ ღია ფერის ჭრდელი. ზერავი მხარესაც. ზევით აიხედე თუ შეიძლება იქნა ქვემოთ სადაც ღია ფერი დარჩა თვალის ქვეშ იქაც და ახლა შევარჩიოთ აი ეს სიმძინვარე და სავარაუდოდ მე მგონი ძალიან მოხდება ეს ფერი რომელსაც ქვია psychedelics აი ასე ქვია მოვარდისფრო სიმძინვარე არის და ეს უკვე თითით აუცილებლად რომ არ დაგვეპაროს. დაგვიჭერნა. აი ასე. თუმცა ამაზე ფერია. ახლა მეორე თვალი. ეხლა იგივე პუნჯი რომელთაც წავუსვით ზღან აი ეს თეთრი ფერი ავიღებ ამ სიმძინვარეს ზევით აიხედე და შუა ღია ფერის ადგილას დავარდებ იგივე სიმძინვარეს ოდნავ ზევით აი ეს ეხლა დავაკრათ წამწამი და მე მგონი მაკიაჟიც მზად იქნება. ტუჩის კონტურად გამოვიყენებ Realteris, აი ასე ქვია, ტუჩის კონტურს და ფერს ქვია Elegant Charm, ორმაგი არის, ერთგან არის ღია მოვარდისფრო მონუტო და მეორე მხარეს უფრო მეტად მუქი კონტური. გამოვიყენებ ღია ფერს. მგონია რომ ტუჩის გამოკვეთა დიდად. ის საჭირო. Fentis Glossy გამჭირვალე გადმოვიდა ხელზე სეზამხანი ეხლა ფიქსატორი და ტუში დაგვრჩა. შარლოტას ფიქსატორი ისევ. დაგვრჩებულა. და ტუში. ჩვენს გამოვიყენებ Maybelline-ის Sky High მასკარას, რომელიც ძალიან მომეწონა. სატესტის პროცესში მაქვს და კიდევ ერთხელ გამოვიყენებ. ისე მოსიყურე, ჯერ გამოვიყენებ
ქვედა წამწამზე ასეთ მაგიაში ძალიან მიხვდება. ქვედა წამწამების გამოკვეთა თან ეგუნას აქვს ძალიან ლამაზი წამწამები. так გამოვკვეთოთ და ისვენა. ეხლა ზედა წამწამზე ძალიან კარგად ერგება წამწამებს. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი გვერდის გამოწერა.